ვაგრძელებ ლექციას ჰეგელის ფილოსოფიაზე, მინდა რამოდენიმე სიტყვით ძალიან მოკლედ შევეხოთ თვითონ ჰეგელის ფუნდამენტურ ტექსტებს. პირველ რიგში ეს არის გონის ფენომენოლოგია, რომელიც 1807 წელს გამოსცა ჰეგელმა და მისი თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით ეს ტექსტი გონის ფენომენოლოგია უნდა ყოფილიყო საერთოდ მისი ყოვლისმომცველი ფილოსოფიური სისტემის პირველი წიგნი. ამ ტექსტს თავიდან სხვა სახელწოდება ჰქონდა, მისი თარგმნა თავდაპირველი სახელწოდების თარგმანი პირობითად ასე შეიძლება ვთარგმნოთ მეცნიერება ცნობიერების გამოცდილებაზე, ცდაზე, შემეცნებაზე და აი ეს სათაური მიუთითებს ჰეგელისათვის ძალიან არსებითი მნიშვნელობის საკითხზე, რომ ეს ტექსტი დაწერილია ერთი მხრივ შემეცნებაზე, როგორც პროცესზე, მის საფეხურებზე, მის სტრუქტურაზე, ანუ როგორ ვითარდება შემეცნება, როგორ მიმდინარეობს შემეცნების პროცესი და მეორე მხრივ თავად ცნობიერებაზე. ან ჰეგელს აინტერესებს ორი რამ. ერთი ეს არის რისკენაც მიმართულია ცნობიერება შემეცნების პროცესში, ანუ ეს არის შეიძლება ვთქვათ, ხო, ეს არის შემეცნების საგანი, ობიექტი და ჰეგელი ამბობს, რომ ეს არის შემეცნების შინაარსი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს იმის და მიხედვით თუ რა მაინტერესებს მე კონკრეტულად ამ მომენტში და მეორე ეს არის თვითონ ცნობიერება, რომ რა ემართება თვითონ ცნობიერებას, როდესაც ის იმეცნებს ამა თუ იმ საგანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, ანუ ჰეგელი განასხვავებს შემეცნების ფორმას და შინაარსს. შინაარსი შეიძლება შეიცვალოს და იყოს სხვადასხვა გამომდინარე ჩემი ინტერესებისაგან, ხოლო ფორმა არის უცვლელი, ეს არის თვითონ ცნობიერების სტრუქტურა როგორია, ან გონების სტრუქტურა როგორია, როდესაც ის იმეცნებს და ძალიან საინტერესოა ჰეგელთან, რომ ორივეს აქვს ისტორია, თქვათ, საგანთა შემეცნებასაც და თვითონ ცნობიერების განვითარებასაც, ანუ როგორ ვითარდება ის, როგორ იცვლის სახეს შეიძლება ასე ვთქვათ, როდესაც ის იმეცნებს და სწორედ აი ამ, ესე ვთქვათ, ორი პარალელური ისტორიაა გადმოცემული გონის ფენომენოლოგიაში. ერთი არის შემეცნებების შინაარსის ამბავი და მეორე არის თვითონ ცნობიერების ცვლილებების ამბავი. ჰეგელი ახსენებს ასეთ სიტყვებს, როგორიც არის საფეხურები, სადგურები, გეშტალტები. შეიძლება ეს ყველა გონის ფენომენოლოგიის ტერმინებია, ანუ ჰეგელი აჩვენებს, როგორ აი ამ საფეხურების მონაცვლეობით თუ სხვადასხვა სადგურების თუ გეშტალტების მონაცვლეობით, როგორ მიდის შემეცნება, ცნობიერება საბოლოო ჯამში არსებითი შემეცნებამდე და რა არის ეს არსებითი. აქ ჰეგელი როგორც განიხილავს როგორც მცდარ საფეხურებს, ასევე სწორ საფეხურებს და ამის ახსნა ასეთია, რომ ჰეგელი თვლის, რომ ყველაფერი რაც ცნობიერებას დაემართა, არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ცნობიერებისთვის და თვითონ ის შეცდომებიც, რომელიც მან ამ განვითარების გზაზე დაუშვა და ის მცდარი გეშტალტები თუ საფეხურები, რომლებიც მან გაიარა. მოგვიანებით ჰეგელი ცვლის თავის თავდაპირველ იდეას იმის შესახებ, რომ გონის ფენომენოლოგია იყოს მისი ფილოსოფიური სისტემის შესავალი და შემდეგ ტექსტი ლოგიკის მეცნიერება უკვე გამოვიდა არა როგორც გონის ფენომენოლოგიის გაგრძელება, არამედ როგორც სრულიად დამოუკიდებელი ნაშრომი და გონის ფენომენოლოგია არ არის ჰეგელის ფილოსოფიის, ესე ვთქვათ, შესავალი პროპედევტიკა, საერთოდ მეცნიერებას ჰეგელი ყოფს შემდეგ ნაწილებად, ეს არის ლოგიკა, პირველი ლოგიკა მეცნიერება თავისთავად და თავისთვის იდეისა, მეორე ბუნების ფილოსოფია როგორც მეცნიერება იდეისა მის სხვად ყოფნაში და მესამე ფილოსოფია გონისა როგორც იდეისა, რომელიც თავისი სხვად ყოფნიდან თავის თავს უბრუნდებაო. აი ეს არის მის სამი ნაწილი. ლოგიკის მეცნიერების სამ ვარიანტს წერს საერთოდ ჰეგელი. პირველი ვარიანტს ჰეგელი ამუშავებს და კითხულობს გიმნაზიის უფროს კლასში, მეორეზე ნიუნბერგში მუშაობს, ესაა სწორედ დიდი ლოგიკა, ხოლო მესამე ეს არის მცირე ლოგიკა, რომელიც არის ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის
პირველი ნაწილი ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია შედგება 3 ნაწილისაგან და ეს ნაწილებია ლოგიკის მეცნიერება, თვით აზროვნების განსაზღვრება, მეცნიერება ბუნებაზე, ბუნების განსაზღვრება და მეცნიერება გონზე, ანუ გონის ფილოსოფია. და შესაბამის ასეთია თავად ეს პროექტი ფილოსოფიური მეცნიერებათა ენციკლოპედიის პროექტის სტრუქტურაც, ანუ ეს უნდა იყოს ლოგიკის მეცნიერება, მეცნიერება ბუნებაზე, ანუ ბუნების ფილოსოფია და მეცნიერება გონზე, ანუ გონის ფილოსოფია. აი ამ 3 ნაწილიდან ქართულად ნათარგმნია 2 ტექსტი, ეს არის ლოგიკის მეცნიერება და ეს არის გონის ფილოსოფია, ანუ რომელიც არის მეცნიერება კაცობრიობაზეო, გვეუბნება ჰეგელი. ლოგიკა არის მეცნიერება წმინდა ცნებაზე და აბსტრაქტულ იდეაზე, რომ როდესაც გონება მხოლოდ წმინდად თავის თავთან არის, ბუნება წარმოადგენს და აჩვენებს იდეის გარეგან მის გარეთ გასვლას, ანუ ექსტერიორიზაციას, ხოლო გონი ამ გარეგნულობის, ანუ ექსტერიორიზაციის მოხსნა და იდეის საკუთარ თავში დაბრუნება. ესეთია საერთოდ ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მონახაზით და თვითონ ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის 3 ნაწილი, 3 ნაშრომი და ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა. როდესაც ფილოსოფიურ სისტემას ვახსენებთ, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ძალიან საინტერესო რამ არის. საერთოდ გერმანულ იდეალიზმში მეცნიერების სისტემურობის იდეა ძალიან მძაფრად კანტმა დაინახა და თქვათ, როდესაც ის კატეგორიების სისტემაზე ლაპარაკობს, კატეგორიებზე ლაპარაკობს, ამბობს, რომ არ შეიძლება რომ მეცნიერება, ანუ ის თვლის, რომ მეცნიერებაში არ შეიძლება შემთხვევითად მოხვედრილ ერთად მოგროვილ ცოდნაზე გქონდეს საუბარი, მეცნიერება არის ის, სადაც ერთი თქვათ რა კატეგორია მეორით არის მოთხოვნილი და ისინი ერთ მთლიანობაში არიან და სისტემა სწორედ ეს არის. ჰეგელისტვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს იდეა, შემდეგ ფიხტესთვისაც და შელინგისთვისაც, ძალიან ბევრი გერმანული იდეალიზმის წარმომადგენლები ხშირად თქვათ ორგანიზმის იდეაზე საუბრობენ, რატომ ორგანიზმი იქ ყველა ნაწილი მთელთან კავშირშია და აი ზუსტად აი ეს იდეა დაედება შემდეგ და ამით შეგვიძლია ახსნა თუ რას ნიშნავს სისტემა. ორგანიზმში ყველა ნაწილი ისეა ერთმანეთთან კავშირში, რომ შეუძლებელია ნაწილის მთელთან განცალკევება და ისე გაგება, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჰეგელთან კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ჰეგელი ამბობს, რომ ყველა ნაწილი თავის თავში შეიცავს მთელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ისეთი საინტერესო თემა. ჰეგელი სისტემის არს, ფილოსოფიური სისტემის არს აი ასე განმარტავს, ეს არის ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედიის პირველი ტექსტის ლოგიკის მეცნიერების შესავლიდან ციტირება. ჰეგელი წერს, უსისტემოდ ფილოსოფოსობა არ შეიძლება რაიმე მეცნიერულს წარმოადგენდეს. ჭეშმარიტი ფილოსოფიის პრინციპი სწორედ ისაა, რომ ყველა განსაკუთრებულ პრინციპს თავის თავში შეიცავდეს. ფილოსოფიის ყოველი თავში ჩამკეტი წრე, ფილოსოფიის ყოველი ნაწილი ფილოსოფიური მთელია, თავის თვით თავში ჩამკეტი წრე. ამიტომ მთელი წარმოადგენს იმ წრეთა წრეს, რომელთაგან თვითეული აუცილებელი მომენტია. ასე რომ მათი განსაკუთრებული ელემენტების სისტემა მთელ იდეას შეადგენს, რომელიც ამასთანავე თვითეულ ცალკეულში ვლინდება. აი ეს არის ფილოსოფიური სისტემის არსი, როგორ ესმის ის ჰეგელს და საერთოდ მთელი ჰეგელის თეორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, სისტემის იდეა.